მოგესალმებით, ვაგრძელებ ჩვენს შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ და დღეს არის ჩვენი მესამე შეხვედრა და საუბარი გრძელდება უდიდეს გერმანელ ფილოსოფოსზე ფრიდრიხ ნიცშეზე. წინა ლექცია შეეხებოდა ფრიდრიხ ნიცშეს და მომავალშიც წინა შემდეგ ლექციაზეც ვეცდებით ნიცშეზე საუბარს. გავიხსენოთ მოკლედ რაზე იყო საუბარი წინა ლექციაზე. ჩვენ გამოკვეთეთ ძირითადი პრინციპები ნიცშეს ფილოსოფიის და ასეთაც სამი მოვნიშნეთ. ეს იყო პირველ რიგში ქმნადობა, როგორც ერთგვარი ცვლილება, ანუ ჩვენ ვთქვით, რომ ნიცშე არის ონტოლოგიური დინამიზმის მხარეს, რომ ის არის ერთგვარად ცვალებადობის ფილოსოფოსი. თუმცა აღვნიშნეთ ასევე, რომ ეს ცვალებადობა მასთან არის რაღაცნაირად ძალაუფლების ნებით გამსჭვალული ცვალებადობა, ანუ რაღაცეები იცვლებიან იმით თუ რომელი ძალაუფლება აღმართავს თავის ორგანიზაციულ ერთეულს თუ ინდივიდუალურ თვითდადგინებას მოახდენს და ასევე იმით თუ როგორ და რანაირად თქვათ ისინი არიან დაპირისპირებაში. ანუ თქვით რომ ნიცშემ შეიძლება თლათ ბოლომდე არ არის ვულგარული ქმნადობის თეორეტიკოსი, ანუ ის არ ამბობს რომ რაღაცა უცვლელობები არ არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ეს ორადი ბუნება ვეცადეთ რომ დაგვენახა რომ ერთის ხრივის ცვალებადობას ხას უსვავს, თუმცა მაინც რაღაცნაირ პრინციპებზე გადის, რომლებიც უნდა ვიფიქროთ რომ არიან უცვლელი და ასე მაგალითად ფიქრობდა მარტინ ჰაიდეგერი, რომელიც ნიცშეს შემდეგ უკვე დასავლეთის უკანასკნელ მეტაფიზიკოსს უწოდებს ჩვენ და გასაკვირვად ნიცშეს, რომელიც მეტაფიზიკოსებს არაერთ მწარე სიტყვას უძღვნის მთელ თავის ფილოსოფიაში, თუმცა ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც უკვე ჰაიდეგერის ფილოსოფიას შევეხებით. ასევე ვახსენეთ იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება, ვთქვით, რომ ამ პრინციპის ორნაირი გაგება შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ტესტი ადამიანისა, ნიცშეს გაგებით, რომ შენ რამდენად შეძლებდი, თქვათ, გეცხოვრა ეს მომენტი, თუ ეს ცხოვრება კვლავ და კვლავ გამეორდებოდა და მეორე უფრო ასეთი კოსმოლოგიური, რომელიც უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს, თუმცა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი არის აქ ის, რომ მარადიული კვლავდაბრუნების შესახებ სწავლება გვეხმარება ონტოლოგიურ, ესე იგი ისტორიული ფინალობების წინააღმდეგ შევიარაღდეთ ფილოსოფიურად, კერძოდ თქვათ ის, რომ თქვათ ისტორიის განმავლობაში ჩვენ რაღაც ფინალურ მდგომარეობებს არ უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ასეთ ფინალური მდგომარეობა დადგეს, მაგალითად ბირთვული აპოკალიფსი, მაგრამ ეს არ იქნება იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვათ ეს ოდესღაც განჭვრიტა, ან იმის გამო, რომ თქვათ ეს რაღაცნაირად იყო პრედეტერმინირებული. შეიძლება ანუ ის რომ ვიღაცამ თქვა რომ მაგალითად ისტორია დასრულდება და ისტორია დასრულდა, ეს შეიძლება იმიტომ არ მოხდა რომ ვიღაცამ თავის დროზე თქვა რომ ისტორია დასრულდება. ანუ ღია ერთი სიტყვით ისტორიის დასრულებას და არ დასრულებას რაღაც აზრით არის ღია სისტემის არჩევანი, უბრალოდ ძალაუფლების ჭიდილი შედეგად დადგენილი რაღაცა, ასე ვთქვათ, შედეგები, რომელიც ამ ძალაუფლებითი ლოგიკებიდან გამომდინარეა და არა იქიდან, რომ ვთქვათ, ვიღაცა ამას შეიძლება წინასწარ ხედავდეს რაოდენ დიდი თეორეტიკოსიც თუ მჭვრეტელიც არ უნდა იყოს ის. სხვათა შორის არსებობს გარკვეული წუხილები ფილოსოფოსთა მხრიდან ნიცშეს ფილოსოფიის ამ ორი პრინციპის, იგივეს მარადიული კვლავდაბრუნებისა და ქმნადობის ურთიერთმიმართებაზე. მაგალითად, გერმანელი ფილოსოფოსი და იდეების ისტორიკოსი კარლ ლევიტი ერთგვარად ამბობს, რომ ეს მარადიulis ესეთი კვლავდაბრუნება და ქმნადობა შეიძლება რაღაცნაირად ერთმანეთს უპირისპირდებოდეს კიდეც, რადგან ქმნადობა ნიშნა რაღაცნაირ უფრო სწორ ხაზზე დადგინებას უნდა გულისხმობდეს, ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ გამოვლინებებს უნდა გულისხმობდეს და ეს შეიძლება გარკვეული აზრით ეწინააღმდეგებოდეს ამ რაღაც მარადიulis, ოღონდ გაგებული ესე უშუალოდ და არა მეტაფორულად მარადიulis რაღაც იგივეს კვლავდაბრუნებას, ანუ მე თუ ჩემ ძალაუფლებას ვადგენ ვიღაცის ხვის საპირისპიროდ, ეს რანაირად არის იგივე, ხო? ჩვენ წინაზეც ვთქვით, რომ რაღაც აზრით უნდა დავინახოთ, ანუ არის დანახვა ზევიდან სტრუქტურულად და არის შიგნიდან როგორც მონაწილის გამცდელის დონეზე, რომ შეიძლება ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ
გავდივართ ისევე გზას, როგორც სხვა ადამიანები გადიოდნენ და ყველას ასე ვთქვათ, რაღაცა მონაკვეთი გვაქვს მოსაზღვრული, რომელიც არის სიკვდილი და სიცოცხლე და სიკვდილი და თუმცა ყველა მაინც შინაარსობრივად რაღაცა ტიპის სხვაობები გვაქვს, ხო? ისევ ესეთი ვულგარული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვისაც ჩვენ ბავშვობაში ქონია ბედნიერება გვეთამაშა ესეთი კომპიუტერული თამაშები, როდესაც ვთქვათ რაღაც მოთამაშეებს აქვს, ხო, ვთქვათ რაღაც სიძლიერე, აქვს რაღაც გამძლეობა, აქვს რაღაც ესეთი სისწრაფე და ასე შემდეგ, ხო, ესეთი და მეტნაკლებობა, ხო? ანუ შეიძლება ესე ონტოლოგიაში რო გადავიტანოთ ეს მაგალითი, ესე იგი რაღაცა ტიპის საერთოობები არის ეს საერთო ნიშან-თვისებები და მეტნაკლებობები, აი ამ თვისებებისა შეიძლება არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ. ან თუმცა რაღაც საერთოობა, მათ შორის ძალაუფლებისკენ სწრაფვა არის რაღაც საერთო მდგენელი ყოველ შემთხვევაში თუ ნიჩეს დაუჯერებთ. სხვათა შორის შეგვიძლია ესე ხნადობაზე ვთქვათ, რომ რასაც მე უკვე ჰაიდეგერი საყვედურობს ნიჩეს თუ ამბობს, რომ ის არის აი მოდერნულობის, ახალი დროის დინამიურობის ფილოსოფოსი. ანუ ისიც ერთგვარად აი ამ მოდერნის, რაც დაიწყო დეკარტთან, როგორც სუბიექტ-ობიექტური დიქოტომიის დაფუძნება, რაღაც სამყაროს ობიექტივაცია, სამყაროს მათემატიზაცია და ამით ძალაუფლების გამოვლინება უკვე ნიჩე აფორმებს ასე ვთქვათ ამ ყველაფერს, ანუ ნიჩეთი ერთგვარი მოდერნულობა, აი ეს ბუნების დაპყრობა ამოწურავს თავის გვავს, ანუ ნიჩეთი გამოთქვამს მოდერნი რისი თქმაც უნდოდა, ხო? ცხადია სხვადასხვა ფილოსოფოსებთან ნება გვაქვს, შოპენჰაუერთან და კიდე მანამდეც, მაგრამ ანუ ჰაიდეგერი მაგალითად ნიჩეზე გვეუბნება, რომ ანუ ნიჩეთი მოდერნულობა ამბობს იმას, რასაც მოკიბავდა სხვადასხვა ფილოსოფოსები. ან მოდერნულობა ახალი დრო, როგორც ჩვასაუკუნეების შემდგომი ეპოქა, რომელიც აი ამ რაღაც სუბიექტ-ობიექტურ დიქოტომიაზე დგას, რომელიც ბუნების დაპყრობით არის გამოსული საზოგადოებრივ, ასე ვთქვათ, ანთროპომორფულ სცენაზე და ეს ყველაფერი უკვე არის ნიჩეთი გარკვეულწილად დადგენილი. და სწორედ აი აქ ჩანს უკვე ესეთი კითხვა ჩდება ზოგადად, ხო? რატომ ესე იგი კარგი გავიგეთ, რომ აი ძალაუფლების ნება ყველაფერი, ესე იგი ძალაუფლებით მიმართება, ისტორიაშიც ესეთი რაღაც ჰერაკლიტური ბავშვია, რომელიც ვთქვათ ანგრევს და აშენებს და კარგი, მაგრამ რა ხდება შემდეგ? ანუ რა მორალით უნდა ვიცხოვრო, ხო? სხვათა შორის ჰაიდეგერი უკვე ჩვენს მიერ რამდენჯერმე ხსენებული მიზეზთა გამო ამბობს, რომ ესე იგი, როდესაც მან დაწერა თავის დიდი წიგნი ყოფიერება და დრო, მას შემდეგ ეკითხებოდნენ თუ როდის გამოვიდოდა მისი, ასე ვთქვათ, მორალის ფილოსოფია, კაი, გავიგეთ ეს ყოფიერება, დრო და ეს რაღაც სიღრმეები, მაგრამ როგორ ვიცხოვრო, ან რა გავაკეთო ამ სიღრმეებიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ამისი პასუხის გაცემა არის საჭირო. თუმცა ჰაიდეგერი ამ საყვედურებს ცოტა ირონიულად უყურებდა და ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბრებთ. არ უყურებდა ირონიულად ნიჩე, იმიტომ რომ მის მიიჩნევდა, რომ რაღაც აზრით მორალი საჭიროებს ახალი პრიზმით გაშუქება. ჩვენ წინაზე ვახსენეთ, რომ ის არ არის, თქვათ, რაღაცა ეს, თქვათ, მთელი რიგი მორალური თემებისა და მორალური ქცევების საწინააღმდეგო, რასაც ჩვენთვის ჩვეულებრივია და აი მისი ციტატაც შეგვიძლია მოვიყვანოთ განთიადიდან, მისი ნაშრომიდან. ცხადია, სულელი უნდა ვიყო, უარყო, რომ ბევრი ქმედება, რომელსაც ამორალურს უწოდებენ, თავიდან უნდა ავირიდო და შევეწინააღმდეგოთ. ასევე ბევრი რამ, რასაც მორალურს უწოდებენ, უნდა შესრულდეს და წახალისდეს. თუმცა მივიჩნევ, რომ ორივე შემთხვევაში ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოტივებისგან განსხვავებით, რომლებიც დღემდეა გაბატონებული. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახლიდან, რათა შევძლოთ უფრო მეტი, შევიგრძნოთ ახლებურად. ანუ ერთგვარად ნიჩე გვთავაზობს, ანუ რაღაცეები კი კარგია, მაგრამ რაღაცეები ცუდი. ანუ ჩვენ ერთგვარად უნდა ვეცადოთ ჩვენი მორალური მოტივაციების დადგენა. ნიჩე არის ფილოსოფოსი გენეალოგი, ნიჩე არის ფილოსოფოსი სიმპტომატოლოგი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქციელები და ჩვენი მორალური ხედვები უნდა ის მიღმა არსებული სიღრმისეული ძალები უნდა ამოვიკითხოთ. როდესაც აქ მაგალითად ნიჩე ამბობს, როდესაც ჩვენ საუბრობთ თანასწორობაზე, ეს რაღაცა ერთს ნიშნავს და როდესაც რაღაც ვერტიკალური მორალური ხედვა გაქვს, სოციალურ ვერტიკალურობას გულისხმობ, ეს შენზე სხვა რამეს მეტყველებს, ანუ შენს ინსტინქტურობაზე, ანუ შენს
შენს რაღაც სხვადასხვა რამეს აშუქებს, ხო? ასეთ რაღაცას გვეტყოდა და ეს არის შენი ფსიქოლოგიური სიმპტომები, ამიტომაც არის ნიჩეს ფილოსოფიას სიმპტომატოლოგია და ის პირი ამბობს კიდევაც რომ ფილოსოფოსები ხშირად ვერ აკონტროლებდნენ ამ თავიანთ სიმპტომებს, როდესაც წერდნენ თუ რატო რომ რაღაცა მისი დაწერილი არის, რაღაცა მისი ფსიქოლოგიური კონკრეტული ერთის სიმპტომი, ხო? ანუ ადამიანში ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით, რატო არის ამდენი ფილოსოფიური სისტემა და ერთ-ერთ მიზეზად დავასახელებთ იმიტომაც არის რომ ჩვენ ფილოსოფოსები ინდივიდუალურად განირჩევიან ერთმანეთისგან და ამ განსხვავებაში ჩანს ის რომ მისი რომელიღაცა ინსტინქტი არის მეტად თუ ნაკლებად ჰიპერტროფირებული, რომელიღაცა სოციალური წრის წარმომადგენელია, ინდივიდუალური ცხოვრება ქონდა სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენ ასევე ისიც ვთქვით რომ ნიჩეს ფილოსოფიას რაღაც თითქოს ურთიერთგამომრიცხავობა ახასიათებს. აი მაგალითად ახლა ამ განთიადის ამ ციტატას შეიძლება ერთ-ერთში არ ეწინააღმდეგოდეს, მაგრამ რაღაც აზრით მაინც ეწინააღმდეგება მორალის გენეალოგიის მეტად საინტერესო განაზრება ნიჩეს მხრიდან, რომელშიც ის გვივლენს უკვე თავის მორალურ ხედვების ძირს, ასე ვთქვათ. არაა გასაკვირი რომ ბატკნებს დიდ მტაცებელ ფრინველთა ჯავრი სჭირთ, თუმცა ეს არაა მიზეზი უჯავდდებოდე დიდ მტაცებელ ფრინველებს პატარა ბატკნების მოტაცებისთვის. და თუ ეს ბატკნები ერთმანეთში ამბობენ, ეს მტაცებელი ფრინველები ბოროტები არიან და ვინც ნაკლებად გავს მათ, განა ის კეთილი არ უნდა იყოს, მაშინ იდეალის ამგვარი აღმართავა არ უნდა გავკიცხოთ. თვით მტაცებელი ფრინველები შეხედავენ მას ოდნავ დამცინავად და იტყვიან თავისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვეჯავრება ეს კეთილი ბატკნები, ჩვენ ისინი გვიყვარს კიდეც. რა შეიძლება იყოს ქორფა ბატკანზე უფრო გემრიელი? ესეთი საინტერესო კაცი იყო ნიჩე, რომელიც ანუ ამით ფაქტიურად ის გვივლენს თავის ასე ვთქვათ მონათა და ბატონთა მორალის განსხვავებას, ხო? შეიძლება მის მთელ განაზრებას ამ ხრივ არ დავეთანხმოთ, შეიძლება დავეთანხმოთ, უბრალოდ მაინც უნდა ვთქვათ, რომ არის ორი მორალი, არის ბატონთა და არის მონათა მორალი, ხო? და ის ფიქრობს, რომ აი ზოგადად აი იდეალისტური სტრუქტურები, სამყარო, რასაც ვთქვათ, მიღმურობაში ცდილობს მოეჭიდოს, ხო? ან მიღმურობაში დააფუძნოს თავისი მორალური ხედვები, არის ერთგვარად აი ამ ქმნადობის ბრუტალურობის, ამ ქმნადობის უცოდველობისგან გაქცევა და გაქცევა და თქმა იმისა, რომ აი ჩვენ რაღაც მიღმურში უნდა ვეძებოთ ასე ვთქვათ თავშესაფარი და ეს მიღმური არის რაღაცა ჰიპერტროფირება, ვთქვათ, შეიძლება კარგი თვისებების, ეგრეთ წოდებული კარგი თვისებების ან არა ეგრეთ წოდებულის, მაგრამ ის ჰიპერტროფირება, რა ის სიკეთე, ვთქვათ, ჭეშმარიტება, სილამაზე და ასე შემდეგ, ეს არ არის ესე ცხადი, რომ ეს თავისთავადი ღირებულებებია და არ არის ადამიანური პროექციები. ნიჩე ამას გვეუბნება, რომ რაღაცეები, რაც ჩვენ გონია თავისთავადი იდეები, მოკლედ ნიჩე ანტიპლატონისტია, ხო? რაღაც აზრით. და ის გვეუბნება, რომ ეს არ არის თავისთავად ცხადი, ეს არის ჩვენი სიმპტომები და ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვები, ხო? და ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟილ დელიოზი თავის წიგნში ნიჩე და ფილოსოფია ძალიან სწორად გამოყოფს რომ ის ნიჩე თუ ვის წინააღმდეგ ილაშქრებს, აი როგორც მორალის სფეროში, ხო? ერთი ეს არის ვინც აი უპირობოდ იღებს რაღაც ღირებულებებს, აი მაგალითად თანასწორობა, აი პირობითად ავიღოთ. თანასწორობა არის სამართლიანობა. აი ჩვენ ხო გვაქვს ხა ჩვენ ესე ხედვა რომ აი თან რაც არის თანასწორობა, აი ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ. და ნიჩე ამბობს რომ არა ვართ ყველანი თანასწორები და თუ დავაკვირდებით მთელი რიგი ჩვენი კარგი გამოცდილებებისაც უთანასწორობის სფეროში ხდება პირობითად, როდესაც შენ უყურებ ოპერის მომღერალს, რომელიცაც შენზე კარგი ხმა აქვს და შენზე კარგად ღერის და ამით იღებ. ან როდესაც შენ თქვა პირობითად, რა ვიცი, მაგალითად თამაშობ კარგად რაღაც კონკრეტულ სახეობას და ამით ადგენს შენ თავს. ანუ ერთი სიტყვით ეს თანასწორობა და სამართლიანობის გაიგივება მაგალითად ნიჩესთვის არის სწორედ ამ სისუსტის გამოვლინება, ან სისუსტის მორალის რაღაცნაირი ღირებულება. და ეს კიდე გვაჩვენებს აი მორალურ პარადიგმულ მიმართებას, რასაც ნიჩე ამბობს, ანუ შენ როცა რაღაცა მორალისტობს, შენ უნდა დაინახო იმის მიღმა რა ალაპარაკებს, ის სუსტია თუ ძლიერი. ანუ ერთი სიტყვით
სუსტა და ძლიერთა დიქოტომია ესე გაზდევს ნიჩეს ფილოსოფიას, ხო? და ნუ ეს პრინციპში მეორეც რასაც დელიოზე ამბობს, ეს არის ნიჩე მიემართება მათ, ვისაც ღირებულებები გამოყავთ ობიექტური ფაქტებიდან, ასე ვთქვათ. და ნუ ნიჩეს გაგებით, ესე იგი ფილოსოფოსი არის გენეალოგი და არა ესეთი კანტისეული, ესე ტრიბუნალი მსაჯული, და არც რაღაცა უტილიტარისტი მექანიკოსი რა. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად ეს ფორმალისტური მორალი, რომ ვთქვათ, მე რაც არ გავუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო, რავი, ნიჩე ამბობს, რომ პირიქით, რა ვიცი, ეს ეგრე ხდება, რომ შენ სხვას ეს ყოველთვის ესე არ არის და მეტიც ეს არის სიცოცხლის კლება მსგავსი მორალის გაგება. თუმცა ეს რამდენად ესეა, ჩვენ შეგვიძლია მე კიდევ ვიმსჯელოთ, მაგრამ ეხლა ვთქვათ, რასაც ის ამბობს, ხო? ეს ამბობს ასეთ რამეს, რომ შენ როდესაც გინდა, ასე ვთქვათ, ანუ არ გამიკეთოს, ანუ ნიშნავს, რომ ეს არის ბატკანი, რომელიც დიდი მტაცებლის უნარები არ აქვს და ასე ვთქვათ, ცდილობს ამ გასაშვალოებას, ეგ არის პროკრუსტეს სარეცელში მოთავსებას ჩვენი მორალური ხედვებისა, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ეს განსხვავებით ცხოველებისგან ადამიანი ვერ ეგუება თავის კონკრეტულ რაღაც სივრცეში გადმოგდებულობას, იმას, რომ შენ პირობითად დაიბადე X დროში, X ადგილში და შენ ყოველთვის ნებისმიერ ჯანყი იქნება ეს მშობლების წინაშე, რავი, სოციალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტის წინაშე, სინამდვილეში და ძირეულად ეს არის ჯანყი დაბადების წინაშე და ჯანყი სიკვდილის წინაშე. ანუ შენ გგონია, რომ შენ და ნუ რაღაც აზრით გასაგებია, რომ რაღაც კონკრეტულობები აქვს ამას, მაგრამ სინამდვილეში შენ უჯანყდები იმას, რომ შენ დაბადება გონია უსამართლობა და შეიძლება ესეც არის, ანუ უსამართლობა იმაზე შეიძლება ეს გონია არ არის ესეთი რეფლექსირებული რაღაც მყარად ნაწლომი, არა რაღაც ინსტინქტური სიმწვავით გრძნობ, რომ შენ დაიბადე, თქვათ, როდესაც უკვე რაღაცა სისტემა დალაგებულია, შენ რაღაც ჩამოვარდი აქ და შენ არ მოგწონს, რომ უკვე რაღაცა იერარქიაში ჩავარდი და იერარქიაში ჩავარდები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამყარო ძალაუფლების ნებაა და აბა რა მოხდება, ხო? ძალიან ლოგიკური არის, ასე ვთქვათ, ესეთი ხაზი, ხო, ასე ვთქვათ, ნიჩეს მხრიდან. ეს კიდევ ერთი მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის აი ამ მორალური განაზრებებში ის გამოყოფს ერთგვარად აქტიურ და რეაქტიულ ტიპებს, ხო? ანუ აქტიური ნიჩეს ფილოსოფია არის მაინც შეგვიძლია ვთქვათ ადრეული ფილოსოფია, უფრო წარსულის ისტორიული მონაკვეთების განაზრებისას ის მაინც არის უფრო არისტოკრატიზმის მხარეს. ხოლო რაც შეეხება უკვე იმის ზარატუსტრას ზეკაცის იდეალს, ეს არის მომავლის ერთგვარი სახე ხატი, ხო? და ნუ განსხვავებებზეც ვისაუბროთ შეგვიძლია. ანუ აქტიური და რეაქტიული ერთგვარად არის, ანუ რეაქტიულობა არის, რასაც ჩვენ ხშირად ვკითხავთ ხოლმე, რომ აი სულ ვიღაცის საპასუხოდ მოქმედებ, ხო? ანუ შენი შინაგანი სიცოცხლის ხომყოფი, ანუ სიცოცხლის მამტკიცებელი ინსტინქტური სიუხვიდან კი არ გამომდინარეობს შენი მორალური დადგინებები, რომ აი ესე და ეს ასე არა. არამედ იმიტომ რომ სხვა მასე დაადგინა და შენ არ შეგიძლია დაადგინო ასეთი რაღაცა. თუმცა ნიჩე ამბობს, რომ აი ესეთი რაღაც პერიოდის განმავლობაში შემდეგ ეს რეაქტიულებიც ცდილობენ დაადგინონ უკვე თავისი ის ღირებულებები, რომელიც არის ძალაუფლების ერთგვარად ნეგატიური ხარისხი. და მოდით პრინციპში შეგვიძლია წინ დავსვათ კითხვა, ეგ ჩდება ხო, რომ აი კარგი გავიგე, რომ ნიჩეს თქვათ ეს მიღმური სამყარო და ეს აბსოლუტი და რაღაცეები, როგორც არარელიგიურ ფილოსოფოს არ უნდა. და აქ პირველივე კითხვა ჩდება, რომ მაშინ ეს არის რაღაცნაირი ასე ვთქვათ რელატივიზმის დემონი მასაც შთანთქავს. ცხადია მას არ შთანთქავს რელატივიზმის დემონი, თუმცა ნიჰილიზმის დემონი მას ებრძვის. ჩვენ ესეც ვიცით ნიჩეს თქვათ ფილოსოფია ეს თვითონ საკუთარი თავის გრანდიოზულად წარმოჩინება, თვითონ ის ფაქტი, რომ მას ეს რკინის ნება გამოაჩნდა, რომ ის უმწეო სხეულს და ხშირად მრავალტანჯულ სხეულის ასე ვთქვათ ქვევით ჩამქაჩავი ესე დამამიწებელი ტენდენციების მიუხედავად ის ამდენს წერდა, აკრიტიკებდა, ცდილობდა რომ რაღაც დაედგინებინა ეს უდაოდ მისი როგორც რაღაც ნებითი კვანტორის, ნებითი ინდივიდის სასარგებლოდ მეტყველებს.
მაგრამ ჩვენ ხო მოკლედ ის უნდა ვთქვათ, რომ ანუ ეს ნიჩე არ არის რელატივისტი. ანუ რელატივისტი გულისხმობს, რომ აი მაგალითად პირობითად რაღაცნაირად ანუ ყველაფრის ერთ სიფრთხეზე გადატანას, ყველა მორალური მოქმედებების ერთ სიფრთხეზე გადატანას ის მიემხრობოდა არა. იმიტომ რომ ნიჩე ასე ვთქვათ აბსოლუტიზმის, ანუ აბსოლუტური ღირებულებების დაკარგვის საპირწონედ წარმოშებულ ბუნებრივ დემონს, რასაც ქვია რელატივიზმი და ის რომ ყველაფერი არაფერს ფასი არ აქვს, ყველაფერი ვთქვათ ერთ დაზგაზე შეიძლება მოიჭრას, ხო? ამის საპირისპიროდ მას აქვს ეს სწავლება, რასაც ქვია პერსპექტივიზმი. ანუ პერსპექტივიზმი, რომელიც არის გამყარებული ძალაუფლების ნების ასე ვთქვათ ხარისხებით, შეგვიძლია ესე დავარქვათ. პერსპექტივიზმი გულისხმობს სწორედ იმას, რომ რაღაც გასაგებია, რომ მაგალითად რაღაცა ტიპის ანუ თანასწორობა და სამართლიანობა ერთი და იგივე თუ არა, ანუ ამაზე რა პასუხს გავცემთ, ეს არ არის აბსოლუტური თუ ნიჩეს პარადიგმაში დავრჩებით, ხო? მაგრამ ერთი და იგივეა, ანუ ვთქვათ ვინც ამბობს, რომ არა, თანასწორობა კარგია და ვიღაცა ამბობს, რომ თანასწორობა კარგია. ანუ ეს ორივე პასუხი სულ ერთია? ნიჩე გვეტყვის, რომ არა. ნიჩე გვეტყვის, ეს არის პერსპექტივა. ანუ ძალაუფლების ნებითი პერსპექტივიდან გამომდინარეა და ის უკვე კონკრეტულობაში როცა შედის თავის მხარეს, ან თავის როგორც მხარეს ირჩევს, ამბობს, რომ კი, ყველაფერი ძალაუფლების ნების პრიზმითაა დანახული, ჩვენი მორალური ხედვები არის, ჩვენი ძალაუფლებითი პერსპექტივები, ჩვენი ძალაუფლებითი პერსპექტივების გამოვლინება, მაგრამ მე ვამბობ, რომ აი რა არის კარგი და რა არის ცუდი, ესე კიდევ ერთხელ ნიჩესთან ბოდიშის მოხდით, რომ ამ სიტყვებს ესე მივაწერ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ესე გამოდის, რომ თქვათ ის რაღაცა ტიპის სიკარგეს მიანიჭებს, თქვათ პირობითად წარსულის განხილვისას არისტოკრატულობას, თქვათ ის არის არარელიგიური, თქვათ პირობითად არ უყვარს სოციალისტები და ნუ ასე შემდეგ არ უყვარს ანტისემიტები და რაღაცეები, ხო, პირობითად რო ვთქვათ, ხო? ანუ თავის მორალურ ხედვებს ის აფუძნებს, ანუ აქტიურ ტიპებზე ამბობს, რომ ესენი კარგები არიან, რეაქტიულებზე არის ცუდები არიან. და ეხლა აქ თავიდან რომ მოვიყვანეთ ჩვენ ციტატა, რომ მე რა ვიცი არ ვარო წინააღმდეგ იმის, რომ ასე ვთქვათ, რაც უწინ მიიჩნეოდა მორალურად, ახლაც მორალურად მიიჩნეოდა ეს ოღონდ ახლებურად გავანათოთ. აი პირობითად თუ მიიჩნევა, რა ვიცი, ეხლა უხეშად რო ვთქვათ, რაღაცა ცუდი საქციელი, რა ვიცი, ესე ყველაზე ვულგარულად შეიძლება ვთქვათ, აი რაღაც X საქციელი, ხო, ვთქვათ, პედოფილია, ან კორუფცია, ანუ რავი, რაღაცა რა. ანუ ეს თუ მიიჩნევა პირობითად ძველი ყაიდის მორალში ცუდად და შეიძლება შენ ახლებურად გააშუქო რაღაცეები და ესენი შეინარჩუნო, მაგრამ თავარი არის ის ანუ შენ სიცოცხლის ჰომყოფი უნდა იყო, ანუ შეიძლება ძველი მორალიდან რაღაცეები გადმოყვეს, მაგრამ თავარია რომ შენ ახლებურად დააფუძნო, ამას გვასწავლის ყოველ შემთხვევაში. და სწორედ აი აქ ჩანს ეს ეს რეაქტიული დეკადენტური ტიპზე სხვათა შორის ერთ-ერთ განაზრებაში ის ახასიათებს ძალიან კონკრეტულად ეს ჩანაწერი მოხდება ძალაუფლების ნება მის ასეთ კრებულში, რომელიც რეალურად კოლექცია არის სიკვდილის შემდეგ შეკრებილი, ხო? ესე იგი დეკადენტის ბუნება, მანკისადმი მიდრეკიდება, სტერილურობა, ისტერიულობა, ნების სისუსტე, ალკოჰოლიზმი, პესიმიზმი, ანარქიზმი, ლიბერტინაჟი, ცილისწამდებები, განქიქებლები, ეჭვიანები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ნიჩე იქვე ამბობს, რომ ეს საჭიროა. ანუ ჩვენ აი როდესაც ვსვავთ კითხვას, რომ აი რატომ არიან ასეთი ტიპები, ხო? ანუ ნიჩე აი ეს მარადიული კვლავდაბრუნება ნიშნავს, რომ აი ესეთი ტიპები კვლავ იქნებიან. და რატო იქნებიან? იმიტომ რომ შენ განარჩიო კარგი და ცუდი. შეიძლება ეს პასუხი თავისი აზრით, რომ ვიღაც ცუდები ბჭყალებში არიან იმისთვის, რომ განარჩიო ცუდი და კარგი, ძველებური, თქვათ, თეისტური მორალიდანაც მომდინარეობს, რომ შენ, თქვათ, ღმერთი ადგენს იმას, რომ თქვათ, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი გაქვს, ხო? და ნიჩე უბრალოდ როგორც თქვათ, ესე იგი არათეისტი ფილოსოფოსი, უბრალოდ ათეისტი ფილოსოფოსი ამბობს, რომ უბრალოდ ასე ვთქვათ, ბჭყალებში სვავს კარგს და ცუდს და ამ ბჭყალებს ქვია პერსპექტივიზმი, ანუ ძალაუფლების ნებით გამყარებული პერსპექტივიზმი და არა ის, ანუ ეს კარგი და ცუდი მაინც ასე ვთქვათ, თავისი ეს რიგორულობა და თავისი ეს რაღაც სიმტკიცე, რაც წინა პარადიგმაში, ანუ რელიგიურ პარადიგმაში ჰქონდა, ამასთან შედარებით შემსუბუქებული აქვს, მაგრამ მაინც არ არის რელატივიზმი. ანუ კიდევ ერთხელ, არც აბსოლუტიზმი, არც რელატივიზმი, არამედ პერსპექტივიზმი მორალურ ხედვებში. აი ესეთი
ესეთი ამბავი გვაქვს ნიჩეს შემთხვევაში, ხო? საინტერესო არის აი ამ რეაქტიული ადამიანის დახასიათება მისი ორი ფუნდამენტური ფსიქოლოგიური, სიმპტომატოლოგიური ნიშნი. ეს არის ვთქვათ არასუფთა სინდისი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ან ცუდი სინდისი და რესენტიმენტი, ხო? ანუ რესენტიმენტი არის ერთგვარად შურის, სიძულვის და რაღაცა ცხოვრებისეული სიმწარის აღმატებულ ხარისხში დაკომბინირება, რომელიც მიმართულია უფრო ძლიერისადმი და უფრო რაღაც აღმატებულისადმი. ან როდესაც ჩვენ მორალურ შეფასებებს ვაკეთებთ და პირობითად ჩვენზე ძლიერს ვაკრიტიკებთ, ხო? უნდა დავსვათ ნიჩეს აზრით კითხვა, რომ ეს იმიტომ ხო არ ვაკრიტიკებ, რომ ის ჩემზე ძლიერია, მაგალითად, ხო? ჩემი ეს ხედვები ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ მე აღმემატება და ამიტომ ვიწყებ მორალიზებას მისი, ვთქვათ, საქციელის შესახებ. ნიჩე აქ გვეუბნება, რომ კი, სწორედ ამიტომ ხდება ეს და მაშინ არის საქმე ცუდად, როცა ეს რესენტიმენტი გამოდის, ასე ვთქვათ, უკვე და იწყებს შექმნას, ვთქვათ, აი ამ რაღაც მორალური სისტემების. ის ასე ფიქრობდა ყოველ შემთხვევაში. და მეორე მომენტი ეს არის არასუფთა სინდისი, რომელიც ესე ვთქვათ, ეს რეფლექსიური თუ არის ეს უფრო მეტად არის რეფლექსიური, თუ რესენტიმენტი გარე მიმართულების არის, თუ ის მიემართება უფრო ძლიერს, არასუფთა სინდისი არის ერთგვარ განუხორციელებელი აქტებისაგან, ასე ვთქვათ, ჩაბრუნება აი ამ განუხორციელებელ ქმედებად. ანუ ნიჩე თუ ამბობს, რომ ადამიანი არის ძალაუფლების ნების გამოვლინება და ის მიზეზთა გამო, ვთქვათ, მორალური შებოჭილობების გამო რაღაც აზრით ვერ ათავისუფლებს თუ ვერ მოქმედებს. თუმცა იქ ამბობს რაღაც მორალური ისინი მაინც საჭირო არისო, მაგრამ თუ ვერ მოქმედებს, ანუ თუ მისი ძალაუფლებითი თვითდადგინება თუ არ ხდებაო, მაშინ ან ცხოვრებას თუ თავის ცხოვრებას თუ საზრეს ვერძეს და თუ ვერ ამტკიცებს, შიგნით რაღაც მოშხამა, ანუ შიდა მოშხამვის პროცესი იწყება და ამის შედეგად იბადება, ესე ვთქვათ, არასუფთა სინდისი. ჩვენ როდესაც პირველ ჩვენ შეხვედრაზე საუბრობდით, ვთქვით, რომ ანუ ეგზისტენციალიზმის თუ წინა შეხვედრაზე თუ ზუსტად მახსოვს, რა არის ეგზისტენციალიზმის საკვლევი ობიექტი? ერთ-ერთი არის, შეგვიძლია ვთქვათ, არის შინაგანი ადამიანი, ხო? ეს შინაგანი ადამიანი შეგვიძლია ერთის მხრივ გავიგიოთ სინდის, ანუ აი სინდისმიერი ან შინაგანი ხმა, მაგრამ თუ სხვებს ხო ეგზისტენციალისტებს, მათ შორის ნიჩეს მოусმეთ, ამ შინაგანი ადამიანის წარმოშობა არც ისე იავარდით მოფენილია და არც იავარდისეული არ არის თვითონ შინაგანი ადამიანი. თვითონ ნიჩე ამბობს, რომ ეს მოდერნულობის ნაკლი არის ის, რომ რაღაც ადამიანის ფრაგმენტაცია მოახდინა და ის გახდა უფრო შინაგანი. და ამ შინაგანობაში, ანუ ეს არასუფთა სინდისის გროვა არის ადამიანში ბევრი, ანუ განუხორციელებელი მოქმედებების, ხო? ანუ ის რომ პირობითად კაცობრიობის უმრავლესობა ჩვენი ასე ვთქვათ, წინაპრების უმრავლესობას უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული მონობაში, მე არ გულისხმობ ქართველებს ზოგადად კაცობრიობაზე ვამბობ, უმრავლესობას, ხო? ესეა, ხო? ანუ იყო მართველი კლასი და იყო, ვთქვათ, რაღაცა ტიპის შედარებით ქვევით, ხო? იგივე ხა ინდოეთშიც კასტური სისტემები და ყველგან იყო ეს საუკუნეთა განმავლობაში. და ნიჩე ამბობს, რომ ეს როდესაც ეს ადამიანები ვერ ახერხებდნენ ამ თვითდადგინებას, გამოვლინებას, ამ რაღაცა იმისა, რაც ისინი არიან, თავისი მოცემულობით, ძალაუფლების ნებას, ანუ არ შეიძლება რომ ძალაუფლება არ არსებობდეს, შეიძლება ქონდეს არასადმი ძალაუფლება, ანუ რაღაცა მე უკვე რაღაც ანუ ასე ვთქვათ, დესტრუქციული ხდებიან, ხო? დესტრუქციული ერთგვარად უფრო არა იმაზე თუ რაღაცას ანგრევენ, არამედ აი მომშხამავი ესე შეიძლება ვთქვათ და ელოდებიან თავის დროს რომ გამოიტანონ თავის მორალი წინა პლანზე. ესეთნაირად ამბობს ნიჩე, ხო? და მოკლედ აი ეს რეაქტიულობის ასე ვთქვათ თვისება არის რეაქტიულობის ფსიქოტიპი, რომელსაც ნიჩე მინუს ნიშანს უწევს, ასე ვთქვათ, არის აი ამ ორი ფსიქოლოგიური მომენტით გამსჭვალული. კი ბატონო, ჩვენ ასე ვთქვათ, ხო, ანუ ეს ნიჩესათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ეს ყველაზე ასე ვთქვათ, ერთ-ერთ პოპულარულ კულტურაში ყოველ შემთხვევაში ზარატუსტრა არის ის წიგნი, რომელთაც ეს ხშირად ეცნობიან და ასე ვთქვათ
უფრო სალონური საუბრების თუ სხვა რაღაც ამის ობიექტი ხდება. არის საუბარის, ასე ვთქვათ, იმაზე რომ ადამიანი არის ის, რაც უნდა გადაილახოს. ხო, ადამიანში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი არის ხიდი და არა მიზანი. ხო, აქაც ჩვენ აქ ამით ნიჩეს მივყავართ რაღაც ზე ადამიანის თუ როგორც კლასიკური ნათქვამია ზეკაცის იდეასთან, ხო? ანუ ვინ არის ზეკაცი, ხო, ზე ადამიანი? ეს არის და რა განსხვავება პირველ რიგში აი ამ ვთქვათ ბატონის ტიპისგან, ხო? ბატონთან შედარებით ერთი მთავარი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ბატონს ეს ინსტინქტური სიჯანსაღე, ეს ინსტინქტური რაღაც მამტკიცებლობა მიეცევა, ასე ვთქვათ, ბუნებრივად, ну, ნახევრად ბუნებრივად, იმიტომ რომ ისტორია ბუნებიდან გამოქცევის გზა არის, ხო? ანუ რაღაცნაირად თავისთავად პარადიგმულად გეძლევა ეს რაღაცა, ხო? პირობითად ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი გადაუხვიო ცოტა ხანი და მე დაუბრუნდეთ. ანუ რაღაცეები, მაგალითად, შენ როდესაც ხარ მშობელი და პირობითად პარადიგმაში არის რაღაცა აი პატრიარქალური ასე ვთქვათ ეს ვერტიკალი, ხო? და შენ რაღაც შვილს რო ეტყვი, ეხა წადი და გააკეთე X-ი, თავისთავად გონია რომ ეს ესე უნდა იყოს. ანუ რაღაცნაირად და მე როდესაც ვთქვათ ეს პატრიარქალიზმის რაღაცა ცოტა მორბილდება, რაღაც მოსუსტება, მე ხვდები რომ ეს სინამდვილეში ეს თავისთავადი კი არ იყო, ეს იყო რაღაცნაირად დადგენილი. ანუ ყოველთვის აი ეს იმიტომ არის ყოველთვის კრიზისული ეპოქები საინტერესო, რომ დიდი სისტემების რყევა აჩვენებს აი ამ გენეალოგიურ მდგენელებს თუ საიდან წამოვიდნენ ისინი, რა ნიშნის არიან და ანუ ის თავისთავადობა, რაც როდესაც ყველაფერი კარგად არის, რომ აი თქვათ, რა ვიცი, უნდა დაუჯერო მშობელს, ხო? და მე ვიღაცეები გამოვლენ, რომ არა, არ უნდა დაუჯერო. ან ვიღაცეები იტყვიან, რომ საერთოდ არ გვინდა მშობელი და შვილი და საერთოდ რაღაც კიდე რაღაცეები შეიძლება არსებობს. თეორიულად ვსაუბრობ ცხადია. ანუ ესეთი ამბავია და სწორედ აი ესეთი თავისთავადობა იყო, თქვათ, თავისთავადად ჯანსაღი იყო ესე იგი ბატონი, ხო? ანუ ისტორიული ფიგურა, რომელიც ამტკიცებდა სიცოცხლეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ზე ადამიანს ეს ფუფუნება არ აქვს. ის არის ადამიანი, რომელიც უნდა ამოძვრეს ნიჰილიზმის წუმპედან, რომელშიც დასავლური კაცობრიობა ვარდება ეგრეთ წოდებული ღმერთის სიკვდილისგან, როდესაც ადამიანები ესე იგი თეისტურ რწმენას, დასავლეთში ადამიანები კარგავენ ამ თეისტურ რწმენას და ხდება და ისადგურებს ნიჰილიზმი. ანუ ზე ადამიანი არის ერთგვარად არ არის ბატონი, ის არის აი ამ არაბუნებრიობის ხარისხი არის გაზრდილი, ასე ვთქვათ. ეს თავისთავად აღარ მიეცემა ის რაღაც ინსტინქტის სიჯანსაღე, მას მიეცემა, ასე ვთქვათ, ნანგრევები, ფრაგმენტირებული სამყარო. რომელი ფრაგმენტები, ხო? რომელი ეს არის აი იმ ერთიანობის დაკარგვა, ხო? ნიჩე მიისწრაფვის აი ამ რაღაც ერთიანობისკენ, რაღაცა ადამიანის აი ადრეულ ესეებში საუბრობს, რომ აი ჩვენ თანამედროვეებს აი ეს რაღაცა მთლიანობის განცდა, მთლიანობა გვაქვს დაკარგული და რომ ესეთი ვართ აი ფრაგმენტირებული, ხო? საერთოდ ესეც ვიცი ცხადია, ნიჩე არის იმ თემების უდიდესი ნაწილი, რაც პოსტმოდერნის ფილოსოფიაში არის განხილული, სათავეს იღებს მათ შორის ნიჩეს ფილოსოფიაში ის სიმწვავე, რომლითაც არის დაყენებული ნიჩესთან ესა თუ ის მსჯელობები, ის რომ ანუ ადამიანს უწევს თავის აღმოჩენა, ხელახლა გააზრება, იმიტომ რომ ძველი სისტემები უკვე ამ თქვათ პირობითად ძველ სისტემაში ხო შენ მიიჩნეოდი რომ ხარ მაგალითად რაღაცა სახე და ხატი ღვთის, ხო? და მიიჩნეოდა რომ ეს და ამით ეს იყო ანუ ამითი ადგენდა ადამიანი თავისავს და მოდერნულობა შემოიტანა ეს, ხო? მაგალითად ჰელიოცენტრი რამდენიმე ჩვენ თქვით, ხო, რომ ცოდნის დაგროვება იწვევს ფილოსოფიების გამრავალფეროვნებას. შემოვიდა ჰელიოცენტრული სისტემა, რომ მზე არის და ვთქვათ მის გარშემოა პლანეტები. შემოვიდა თქვათ ევოლუციის თეორია, რომ თქვათ ადამიანიც რაღაც ცხოველთა ტაქსონომიაში ერთი კონკრეტული მოცემულობა. ესე არა ცოდნა ნიშნავს გრევას წინა ცოდნისა ან გაფართოებას წინა ცოდნისა, რაც შეიძლება ხშირად ერთი და იგივეა. და ეს იწვევს უდიდეს ტკივილს ადამიანის განცდაში, ხო? აი სხვათა შორის ამ ბარემ შეგვიძლია ვთქვათ, აი ამ ერთი ტკივილის განსახიერება, რომელიც ნიჩეს ამ კარგ ესეში, რომელსაც ხშირად არ ექცევა ყურადღება, ეს არის ესე იგი
სიკეთისა, ესე იგი, ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ არამორალურ ჭრილში, ესე ქართულად შეიძლება ესე ვთქვათ. იქ ესეთი საინტერესო განაზრებით იწყებს ნიცშე თავის ამ პატარა ესეს. ერთ შორეულ კუთხეში სამყაროსი, რომელიც გამფენილია მრავალ მოციმცივე მზის სისტემებად, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც ჭკვიანმა ცხოველებმა ცოდნა მოიგონეს. ეს იყო ყველაზე ქედმაღალი და მატყუარა წამი მსოფლიო ისტორიისა, მაგრამ მხოლოდ წამი. ბუნების რამდენიმე ჩასუნთქვის შემდეგ ვარსკვლავი გაცივდა. ჭკვიანი ცხოველები კი დაიღუპნენ. აი ესეთი ნიცშეს უყვარდა ესეთი ცინიკური და ესეთი ლექსიკურად და სინტაქსურად ძალიან ორიგინალურად გადმოეცა ადამიანური მდგომარეობა. ანუ ეს რას გულისხმობს, აი წეგან ჰელიოცენტრიზმი ვახსენეთ, ანუ ადამიანი ხვდება, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში ერთ პატარა პლანეტაზე, ერთ პატარა მზის სისტემაზე, რომელიც კიდე რაღაც მზის სისტემების კრებულის წევრია და ასე შემდეგ, არის ერთი ცხოველი, რომელიც რაღაცებს ცდილობს, აი ჭეშმარიტება, სილამაზე, სიკეთე, რაღაცებს ამბობს და ანუ ეს განცდა, რომ ჩვენ ვართ გადმოგდებული ერთ რაღაცა უბადრუկ პლანეტაზე, ეს განცდა იმდენად მძიმე იყო დასავლური კულტურისთვის, რომ ამასთან შეგუების მრავალი ათწლეული დაჭირდა და ჯერ რანაირად შეგუა ეგეც კიდე საკითხავია, ხო? ანუ ჩვენ ვართ ერთგვარად სამყაროში გადმოგდებულები. მაგრამ აი აქ ჩდება ერთი ასეთი კითხვა, ნახეთ. ნიცშე თუ ძალაუფლების ნიჰილიზმს რა წარმოშობს, აი ჩვენ აი რაღაცა პლანეტა ავითვისეთ, ხო? ანუ ტექნოლოგიურად დავიფყარეთ ჩვენ პლანეტა, ხო? ანუ გვაქვს რაღაც უამრავი საშუალება და ახლა უკვე მარსისკენ ვიწევთ და ასე შემდეგ, ხო? ნუ შეიძლება ჩვენი ქვეყანა არა, მაგრამ ვიღაცები იწვე. აი და რა ხდება მერე? აი თქვა მარსიც დავიფყარეთ. მე წავედ პირობითად ვამბობ, ხა მე ცოტა სკეპტიკურად ვარ პირადად ამ დაპყრობების მიმართ. რა ხდება მერე? ანუ ეს მერე, ანუ ის რომ ეს ძალაუფლების მეტი და მეტი ძალაუფლებას უსაზრისობისკენ მივყავართ რაღაც აზრით. და რა არის ის? ანუ იმიტომ რომ შენ კიდე გინდა ხო და ანუ რაღაცნაირად ეს უსასრულობა რაღაცა ნიჰილისტურ მომენტს იძენს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ნიჰილიზმისგან თავდახსნა არის ის, რომ ანუ ყოველთვის აი ამონიზმის, ანუ არამონისტური გაგებიდან გამომდინარე, გამოუჩნდება სხვა ძალაუფლების შემზღუდაობიდან გამომდინარე. ანუ შენ ის ფაქტი, რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა დიდი ნაბიჯებით ვერ მიდიხარ ძალაუფლებისკენ, არ გუეცხობ შენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ინდივიდს, არამედ დიდ მსოფლიო სისტემას, პირობითად, რა ვიცი, ამერიკული ჰეგემონია, საბჭოთა დიდი იმპერია, რა ვიცი, ირანის რაღაცა, პირობითად ვამბობ. ანუ ის ფაქტი, რომ ძალაუფლებას გადალახვა ჭირდება და ანუ ის შენი ეს აბსოლუტურობისკენ სწრაფვა ყოველთვის არის ზღვარდადებული, ესეც არის ერთგვარად იმ საზრისის შემონტანი, ანუ დაპირისპირება, როდესაც შემოდის და ისედაც თანდაყოლილი აქვს, მაგრამ ანუ ის რომ ვიღაცა დაპირისპირებული ყოველთვის გამოგიჩნდება ცხოვრებაში, ეს გაძლევს საზრისის მომენტს გაძლევს, ხო და აღარ იწყებ ფიქს, რომ აი ხა მაგალითად მე რაღაცა მაგ ყოფითი თუ არა ყოფითი ამოცანა გადასაჭრელი და ეხლა არ ვიწყებ ფიქს, რომ აი მე საწყალი არსება ვარ, რომელიც მილიარდიდან ერთ-ერთ პლანეტაზე ცხოვრობს და აქ არის ბევრი ვარსკვლავი და მე და ამ დროს რა ვიღაცა მოდის და შეიძლება რა ვიცი ხანჯლით მოვიდეს და აბა და შენ რო უწყებ, რომ ეხლა მე ვარ ერთი პატარა არსება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ის ფაქტი რომ რაღაცა პრაქტიცისტულში ვარ და ამ დაპირისპირებაში ესეც არის ერთგვარი დამფარავი ჩვენი ამ უსაზრისობისგან. ისე რაც ამ დედამიწას და იმას შეეხება, ახლა რო წარმოვიდგინოთ ესეთი მომენტი, რომ აი რაღაცა მითიური, რაღაცა მანქანა შევქმენით, რაღაც ზეკოსმიური მანქანა, რომელიც აი ჩვენ ხო ამბობთ, რომ აი ვართ რაღაც პატარა რაღაც წვერი ამ დედამიწაზე და რაღაცა, ხო? აი წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს მანქანა, რაღაც კოსმიური მანქანა, რომელიც ამ გრავიტაციას და სინათლის სიჩქარეებთან მოაგვარა ყველაფერი და შეუძლია სამყაროს აი სატურნზე და იუპიტერზე აღარაა საუბარი. ანუ ყველა ნებისმიერ ამ უდიდეს სამყაროს უბანზე შეუძლია, ვთქვათ, ძალიან მარტივად მივიდეს, ხო? ოღონდ ერთი პირობით, ჩვენ ისევ რჩევით მოკვდავები. ანუ შეგვთქვა პირობითად თქვა 100 წელი სიცოცხლის, მაგრამ
შეგვიძლია ჩავიდეთ იქ ვიღაც გვერდზე პლანეტელებს მოვინახულოთ, რაღაც ჩავართვათ, სუფრა გაუშალოთ და ასე შემდეგ. ანუ ამის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ სამყარო შევიცანით, რადგან ყველგან შეგვიძლია მის, ანუ ის რომ ჩვენ კოსმიური მისამართი გაგვაჩნია, ეს არის საკმარისი პირობა იმისა, რომ რაღაც ნიჰილიზმის დემონებს მივეცეთ და თავი მოუხაროთ, აბა ხო, ანუ ამას ვამბობ. ანუ ის ფაქტი, რომ სადღაც ვართ, კი, გასაგებია რომ ვართ, მაგრამ მაინც ჩემი აზრით აი ეს შინაგანობისკენ სწრაფვა, მაინც და რაღაც შემეცნების უფრო შინაგანი პრინციპების ნახვა შემეცნება, ალბათ არის ის გზა, რომელიც უფრო დაგვიცავს ჩვენ აი ამ განცდებისგან, რაც ადრეული და შუა მოდერნის ადამიანს დაემართა, რომ აი მე ვარ რაღაცა პატარა პლანეტაზე, რაღაცა აქეთ ჩხუბი, ომი და რა ვინ მეხმარება, ხო, ეს საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე კარგად ჩანს, ხო, კანტმა თავის დროზე თქვა თავის ერთ-ერთ ტრაქტატში, რომ განსხვავებით, თქვა, შიდა სახელმწიფოებრივი ურთიერთობისა, სადაც თქვა აღმატებული მესამე არის სახელმწიფო, რომელიც თქვა ამ ორს მოაგვარებს აი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში, ასეთი არ ჩანს, ხო? და ამიტომ არის ხოლმე ძალიან რთულია აქ ესეთი მოგვარება ამ მიმართულებით. კი ბატონო, ნუ აქ მნიშვნელოვანი არის ესეთი რაღაცა, ხო? ან ჩვენ მოკლედ თქვით, რომ ზე ადამიანი, ესე იგი არის, რომ დაუბრუნდეთ ისე ჩვენ მსჯელობის თავარ ხას, ზე ადამიანი არის ერთგვარად განკურნებული ტიპი, რომელმაც შეძლო და გადალახა ამ ნიჰილიზმით გამოწვეული აი ეს უბედურება და აი თავისი ოღონდ ეს არ არის მარტივი, ხო? ამას ჭირდება სულიერი მოგზაურობები, სულიერ ასე ვთქვათ სიღრმეებში შესვლა და აქედან უკვე რაღაცა ტიპის სიმყარეების მოპოვება და სიმყარეები არის მათ შორის ისიც რომ შენ მაინც უნდა გააგრძელო ცხოვრება, ანუ აიღო მაგალითი, ანუ ეს ნიჩეს ცხოვრება თუ შეგვიძლია და უწოდოთ რომელიმე ერთი სიტყვა, ეს ალბათ იქნება მაინც, ხო? მაინც, ანუ თავისი რთული მდგომარეობის მიუხედავად მაინც და მაინც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რაზეც ვისაუბროთ და მე თანდათან გადავიდეთ, ესე იგი შეკითხვების ნაწილზე, ეს არის ჭეშმარიტება და ეს შეგვიძლია ერთგვარ გადასასვლელად გამოვიყენოთ ჩვენი შემდეგი საუბრისთვის, სადაც უკვე ხელოვნებაზე ვისაუბრებთ, ნიჩესსა და ხელოვნების მიმართებაზე, ეს არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება აი ესეც ერთ-ერთი რაღაცა, რაც ნიჩეს მიხედვით აი ამ შოკიდან გამომდინარე ცდილობს სხვანაირად დაგვანახოს ჭეშმარიტება. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ხო, რავი, ჭეშმარიტება თავისთავად უფრო კარგია, ვიდრე არაჭეშმარიტება, ხო? ანუ ნიჩე ამბობს, რომ ესეც თავისთავად ცხადობებია, რაც თქვენ გონიათ, თავისთავადი სიცხადეა, რაც თქვენ გონიათ. აი მაგალითად ეს პირველ რიგში ამბობს უფრო მეტად მორალური ხედვების ჭეშმარიტობებზე, ხო, რომ მაგალითად კონკრეტული X ღირებულება არის ჭეშმარიტი. რავი, საიდან ვიცით, ხო? არ არის ჭეშმარიტი. ეს არის პერსპექტივა. ანუ ნიჩეს პერსპექტივიზმი ის რომ თქვათ აბსოლუტიზმისგან, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტებების პარადიგმისგან გადმოხრის, ამას ამბობს, რომ ეს კონკრეტული ჭეშმარიტებები, ანუ კონკრეტული პერსპექტივები, ანუ არა ასე ვთქვათ სრული რაღაც თავისთავადობა, არამედ იმისთვის, რომ პრაქტიკული ასე ვთქვათ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ეგ ძალაუფლების ნებაში ამ 326 განაზრება გადარჩენის სარგებლიანობა და არა რაიმე აბსტრაქტულ თეორიული საჭიროება, მოტივი, ცოდნის, ორგანოთა განვითარების მიღმა. ანუ ჭეშმარიტება იმისთვის კი არ გვჭირდებაო, რომ თავისთავადობებს მივეგებოთ. ჭეშმარიტება გვჭირდება, რომ აი თქვათ რაღაცა გავაკეთოთ, ხო, რომ მაგალითად შენ რომ ისეთ ადამიანს ემეგობრები, რომელიც ნაკლებად გატყუებს, იმიტომ არის შენი პრაქტიკული სარგებლიანობაა. ანუ ისო არ მომატყუებს, არ გადამაგდებს რაღაცა, ეს ამ ჩემი პრაქტიკული სარგებლიანობა, ანუ ის რაც თავისთავადია, ნიჩე როგორც ასე ვთქვათ გენეალოგი ყოველთვის ასე ვთქვათ ცდილობს აი ფარული მექანიზმები აღმოაჩინოს და თქვას რომ ესეც არის ერთგვარად რაღაც ისეთი რაც არც ისე თავისთავადია. კი, ცხადია ხა ნიჩე იტყოდა რომ თქვათ არის მათემატიკური ჭეშმარიტებები, მაგრამ მას უფრო მეტად აინტერესებს ეს მორალის
სფეროში ან ჭეშმარიტებად გასაღებული მომენტები, ხო? და ის ამბობს, რომ ეს ძალაუფლებით ნებით დადგენილი პერსპექტივებია, ძალაუფლების ნებით არის გაწყობილი ეს ყველაფერი და ამიტომ ხდება ის თვითდადგინება, ანუ ამისთვის ხდება მოკლედ ეს ყველაფერი და მეტიც ის ამბობს, რომ ერთგვარ ჭეშმარიტება არის ერთგვარი სასარგებლო, თუმცა ის ამბობს, რომ აი ცდარობაც და ტყუილიც არანაკლებია, ხო, მაგალითად ის რომ ბავშვობაში რაღაც კაცობრიობის დიდ ნაწილს რაღაც კონკრეტულ კულტურაში ჯერა რომ თქვა თოვლის ბაბუა მოუტანს საჩუქარს, ხო? თოვლის ბაბუაც არის ტყუილი, მაგრამ სასარგებლო ტყუილი, ხო? ანუ მოკლედ ნიჩე ამბობს, რომ მოდით ასე შეხედეთ. ჭეშმარიტ, ანუ რაღაცნაირად ქაჩავს ჭეშმარიტებას ქვევით და ამბობს, რომ რა ვიცი, ტყუილიც არანაკლებ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი და უბრალოდ პრაქტიკული სარგებლიანობა არის ის, რომელიც განსაზღვრავს თუ აი თქვა ჭეშმარიტებისკენ გადავიხრები, თუ ნაკლებად გადავიხრები ამ ჭეშმარიტებისკენ. ხო, ესეთი ამბავია. თუმცა შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ რაღაც აზრით ნიჩე მაინც არის ესეთი ყოველთვის ესეთი ბერტრან რასელისეული შედავებები შეიძლება ვთქვათ დავსვათ ნიჩეს მიმართ, აი შენ რასაც ამბობ, აი ვთქვათ, რა პერსპექტივა ეს ჭეშმარიტია და თუ ჭეშმარიტია, მაშინ რა ხდება? ხო, ანუ ესეთი რაღაც, ანუ შენ ვამბობ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ასე ვთქვათ, რაღაცა აკლებ ხარისხს, მაგრამ საკუთრივ ცდილობ, რომ შენი მოძღვრებაც რაღაც ჭეშმარიტებად შემოგვასაღო და საერთოდ ახლა მეც პირადადაც რო ჰაიდეგერის გაგებას ვემხრობი ჭეშმარიტების, რომ რაღაცა ეს ღია ველში ვარ ჩვენ ამ ჭეშმარიტების, ნახეთ, აი საჩანს ყველაზე კარგად რომ ჭეშმარიტებას მაინც კი რაღაცას არ კი ტყუილსაც აქვს ხადია დიდი როლი ჩვენ ცხოვრებაში სამწუხაროდ, მაგრამ ანუ ის ჭეშმარიტების სიძლიერე და სიმძაფრე სად ჩანს, რომ ჭეშმარიტება ანუ ვიღაცა პირობითად რო გატყუებს, ხო, თქვათ ვიღაც დემაგოგი, ხო? ანუ ის რო ვთქვათ რო გეუბნება რომ ეს ჭიქა არის შავი, როდესაც ეს არის გამჭვირვალე, მაგრამ იმ პროპოზიციას, ანუ იმ წინადადებას, რომ ეს არის შავი, ის გასაღებს როგორც ჭეშმარიტებას. ანუ ის კი არ გეუბნები, რომ მე ახლა გატყუებ, ანუ რადგან ეს გასაღება, ანუ გასაღების აქტი, რომ რაღაცა უნდა შემოგასაღო მე და ამ აქტში მე მაინც ჭეშმარიტების საბურველი მჭირდება, ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში აჩვენებს იმას, რომ თქვათ ჭეშმარიტებას აქვს რაღაც აზრით მაინც უპირატესობა. ანუ ნიჩე რამდენიმე ადგილას საუბრობს მაინც რომ აი ნუ რამდენიმე პასაჟი აქვს ჭეშმარიტების შესახებ, რომელშიც თქვათ ის უფრო დადებითად არის განწყობილი, თუმცა ეს კიდე ცალკე მე განვიხილოთ უკვე შემდეგ საუბარზე. ანუ რომ შევაჯამოთ მოკლედ, ესე იგი ჩვენ თქვით რომ ნიჩეს მორალური სისტემა განვიხილეთ, თქვით რომ ის არის თქვათ წარსულის მორალურ სფეროში ის არის უფრო ჰომყოფი სიცოცხლის მამტკიცებელი პრინციპებისკენ ამ ქმნადობის, ძალაუფლების ნების და ამ იგივეს მარადიულ კვლავდაბრუნების შედეგად ის ხედავს რომ რაღაცეები, თქვათ ისეთი ნაკლოვანი ტიპები, როგორიც არის რესენტიმენტი, არასუფთა სინდისი, ესენი კვლავ-დაკვლავ დაბრუნდებიან, მაგრამ ის თავის მხარეს ირჩევს, სიცოცხლის მტკიცების მხარეს და გვთავაზობს მოკლედ აი ამ ზე ადამიანს, რომელიც ამ ნიჰილისტური მტვერის, თქვათ, ჩამორეცხვას ცდილობს. შეგვიძლია ცხადია ვთქვათ, რომ ეს არის თავად ნიჩეც, იმ აზრით, რომ ეს არის რაღაც ანუ ის მან ეს ყველაფერი თავის ტყავზე გამოსცადა, ხო, ეს ვთქვათ, ანუ ფილოსოფია ეპოქა ასახული აზრებში ალბათ ნიჩეს ფილოსოფიას ყველაზე კარგად შეეხება. სხვათა შორის არც ეს არ არის უცხო, იმიტომ რომ იგივე შილერი მაგალითად თავის წერილებში ესთეტიკური აზრის შესახებ, გოეთეს ფაუსტი, ანუ ეს გერმანულ კულტურაში არის ეს ფრაგმენტაციის საწინააღმდეგო მიმართულება, ანუ როგორ აღმოვაჩინოთ ეს ადამიანი, რომელმაც დაკარგა ერთიანობა და რაღაც ერთიანობის კვლავ აღმოჩენაზე და კვლავ დადგინებაზე არის მთლიანობაში საუბარი. დიდი მადლობა მოთმინებისთვის და ყურადღებისთვის და ველი თქვენ შეკითხვებს.